არაფერი აღარ მაქვს საერთოდ. სახლიც მინდა რომ გქონდეს ჩემი საკუთარი. ძალიან მტკივა გული რომ დაეწვა ჩემი სახლი. ლამაზი ოთახი მქონდა. დიდი უბედურება დატრიალდა კვინიკაძეების მრავალშვილიან ოჯახში. 2 წლის ნიკოლოზი ხანძარმოკიდებულ სახლში ფერფლად ქცევას გადაურჩა, თუმცა ბავშვს ფეხები დაეწვა. კვინიკაძეების სახლი მთლიანად დაიწვა. პატარა ანგელოს ვერ გაუგია, რატომ იქცა ნანგრევებად მისი საყვარელი სახლი, რატომ წაართვა ცეცხლმა საყვარელი სათამაშოები. მარიამი დამწვარ ოთახში დგას და სიმწრის სრემლებით ტირის. კლდეებიც კი ატირდებიან გოგონას სოდით. ჩემი ოთახი მიყვარდა ყველაზე მეტად. ამიტომ ახლა შეგიძლიათ თუ დაგახმაროთ რა. რაც კი მქონდა ყველაფერი და არანაირი აღარ. ჩემ კლასელებს რომ აცვიან თარმშურს, მაგრამ მეც მინდა რომ მაგაცნაირად მეცვას. ჩემი დასაცმელი არ არის ნამაზი. შეხედეთ, ბავშვმა მაინც იცნო ცეცხლში დამწვარი და უკვე ჯართად ქცეული გამათბობელი. შრომელი ოჯახის მიერ წვალებით შეძენილი ავეჯი ნახშირად იქცა. 3 წლის ლუკამ დამწვარი სახლის ეზოში 1 ცალი მანდარინი იპოვნა და თავის 2 წლის ზამიკო ნიკოლოს აძლევს. ფანჯრებს მიღმა სხვა ბავშვები თამაშობენ, იცინიან, ხიარულობენ. ფანჯრის აქეთ კი ლუკაა. ბავშვის ცხოვრება შავ-თეთრ ფერებში გადაიქცა. გარდა იმისა, რომ ბავშვებმა სიკვდილს პირისპირ შეხედეს თვალებში და ამ დრომდე მძიმე სტრესის ქვეშ არიან, ასევე ოჯახი ყველაფრის გარეშე დარჩა. კოვზი და ფინჯანიც კი ვერ გადაურჩა ხანძარს. ჩვენო მეგობრებო, თქვენმა გულისხმიერებამ ბევრი ოჯახი გადაარჩინა და ახლა ის დროა, რომ კვინიკაძეების მრავალშვილიანი ოჯახიც ვიხსნათ ამ მძიმე განსაცდელისგან. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.